ახლა მინდა წარმოგიდგინოთ თქვენ კანდიდატი, რომლის წარდგენა ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი არის. არ დაგიმალავთ, ამაღელვებელი არის და ძალიან ემოციური არის. მე ხა წარმოგიდგენ თქვენ კანდიდატს ქალაქ ზუგდიდში. ეს ადამიანი გახავთ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში თავარი მოტივატორი. ადამიანი, რომლისგანაც ყველაფერი ვისწავლე. როგორ უნდა ვიყო პრინციპული, იქ სადაც საჭიროა იყო პრინციპული და როგორ უნდა ვიყო მოტივირებული, თუნდაც მიწევდეს ყოფნა არამოტივირებულ გარემოში. როგორ უნდა გავარჩიო სიკეთე ბოროტებისგან და ნათელი მდელისგან. ადამიანი, რომლის წარდგენის შემდეგ თქვენ ალბათ მიხვდებით, რამდენად სერიოზულად მთელი ჩვენი გუნდი ვეკიდებით კარს მომდგარ რეფერენდუმს და ნათლად ასახავს ჩვენს განწყობას და თავგანწირვას, რომ დიახაც ეს არის გადამწყვეტზე გადამწყვეტი ბრძოლა. მე მინდა ვთხოვო ზუგდიდის მერობის კანდიდატს ანზორ მელიას. დიდი მადლობა მას იმისათვის, რომ ამ ბრძოლაში არ მიმატოვა და ბრძოლაში გვერდიგვერდ ვიქნებით ჩვენ ამ ქვეყნის გადასარჩენად და გასავითარებლად. დიდი მადლობა მამა. ჩვენ შობლები, შვილები, მეგობრები, ნათესავები, უცხო ადამიანები, ყველა პატრიოტები მივდივართ რეფერენდუმზე 2 ოქტომბერს. იმისათვის, რომ სახელმწიფო გადავარჩინოთ და შემდეგ სახელმწიფო გამოვითაროთ. დიდი მადლობა მამა, რაც არ უნდა ვთქვა. მე იმ ემოციებს ახლა ვერ გამოვხატავ და ტყუილია და ჯობია შევეშვა ახლა მესაუბარ. დიდი მადლობა მეგობრებო. წინ გველოდება ჩვენ დიდი გამარჯვება. დიდი გამარჯვება, რომლითაც ჩვენ მრავალი წლის შემდეგ ვიამაყებთ და ვეცადოთ ეს პროცესი დავინახოთ მომავლის გადმოსახედიდან 2050 წლიდან 2055 წლიდან და კიდევ უფრო კარგად შევაფასებთ თუ რა როლი აკისრია თითოეულ ჩვენგანს. თქვენ კი ძვირფასო მაყურებლებო, მეგობრებო, ვინც ახლა თვალყურს გვადევნებთ, დრო არის ბრძოლის, ხვალიდან ყველანი გავდივართ რეგიონებში და ვიწყებთ მუხჩაუხელ შრომას და ახლა საჭიროა ერთმანეთის გამხნევება. და ასეც იქნება ეჭვი არ მეპარება. იმიტომ რომ სანუკვარი გამარჯვება ჩვენ ქვეყანას უნდა მოუტანოთ. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები, ხვალ ზეგ და მთავარი 2 ოქტომბერს. დიდი მადლობა.